თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილ დახმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიომსმენელებო და ჩვენო მაყურებლებო, ვინც სოციალური ქსელით YouTube-ზე ან Facebook-ით გვიყურებთ. ჩვენი სათემო რადიო კვლავ ეთერშია, ხონის ხმა, რომელიც უკვე დიდი ხანია ისმის ჩვენ ხონის საგანმანათლებლო ცენტრიდან, სტატუსთა განათლების ცენტრიდან, არაჩვეულებრივი პროექტი, რომელსაც DVB International ახორციელებს. ჩვენი გერმანელი კოლეგების და პარტნიორების დიდი მხარდაჭერით. ჩვენი გადაცემის უკავშირი საკმაოდ დიდია. ბევრი ადამიანი ნახულობს უკვე ჩვენ გადაცემებს და მიხარია რომ საკმაოდ აქტიურად ისმის უკვე ჩვენი რადიოს ხმა ხორში, ჩვენ თემში და ზოგადად მთელს რეგიონში. ბევრი საინტერესო სტუმრის გვერდით დადგა დრო კიდევ ერთი კარგი და საინტერესო სტუმარი წარმოგიდგინოთ. მინდა ბატონი ბადრი ბახტაძე წარმოადგინოთ თქვენ წინაშე, არაჩვეულებრივი ადამიანი და საჭირო ადამიანი საერთოდ რეგიონში, თემში, სოფელში, ფერმერებისთვის და გლეხებისთვის ყველაზე საჭირო ადამიანი შეიძლება ითქვას. ის გახლავთ სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო, საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი. თავარი სპეციალისტი. კი ბატონო, თავარი სპეციალისტი. ბატონო ბადრი, პირველ რიგში მიესალმეთ ჩვენს მაყურებელს. უღრესი მადლობა მოწვევისათვის. მივესალმები ამ ინიციატივას, რომ ხონის ხმა თითქმის ყველა ხონის მაცხოვრებლებზე მიდის და საკმაოდ კარგი ინტერესი გამოიწვია ამას მაცხოვრებლებში, თვითონ ხონელებში და მეორე კავშირზე თქვენ ისაუბრეთ და ამას დროთა განმავლობაში საკმაოდ კარგი უკავშირი ექნება. იმიტომ ის ტრადიცია, რომელიც ხონს გააჩნია, ის რაც თქვენ გაგაჩნიათ ადამიანთა ურთიერთობაში, ხონთა ურთიერთობაში საკმაოდ კარგია და ამ გამოცდილებას ვიზიარებთ და კარგი არის და მადლობა კიდევ ამისათვის და იმ კოლექტივს, რომელიც ამ ფერხურში დგას. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბადრი. ბატონო ბადრი, სანამ უშუალოდ თქვენს პირველ მისახებად დავსვამდე კითხვებს, უფრო ახლოს გავაცნობდეთ თქვენს თავს, ჩვენს მცენელს და მაყურებელს, პირველ რიგში გითხარით, რას აკეთებს ეს ცენტრი, საკონსულტაციო საინფორმაციო ცენტრი და რამდენად მნიშვნელოვანია იგი გლეხებისთვის და ფერმერებისთვის. საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრი 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ეს პირველი ინიციატივა იყო ხანგრძლივი დროის შეწყვეტის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში და ძირითადი ფუნქცია წარმოადგენს ექსტენსია, ის გამოცდილება, რაც სოფლის მეურნეობაში ცალკეული დარგების მიხედვით არის ცალკეული ფერმერებს გააჩნია, მივიტანოთ ფერმერებამდე. ეს პირველი ამოცანა და მეორე ძირითადი ამოცანა ის პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში მიმდინარეობს, მოგეხსენებათ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი პროგრამა ხორციელდება სოფლის მეურნეობაში, რომ მივიტანოთ თითოეული ფერმერამდე, დავეხმაროთ მას და ხელი შეუწყოთ ამ პროექტში მონაწილეობაში. რა პროგრამებია უფრო კონკრეტულად ახლა მოგიყვებით იმ პროგრამებზე, რომელიც რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, რომ ხონის რაიონი ძირითადად მეჩაიეობის რაიონი იყო. სახელმწიფო პროგრამა არსებობს ასეთი ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ჩაის რეაბილიტაციას თანადაფინანსებას. აი დღეისათვის შემიძლია თამამად გითხრათ, რომ 260 ჰექტარი არის რეაბილიტირებული ჩაის ფართობი რაიონში, ფუნქციონირებს ამ პროგრამის დახმარებით 3 გადამამუშავებელი პირველად საწარმო და გარდა ამისა კიდევ 200 ჰექტრის ჩაის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ყველაზე კარგი პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით და მათ შორის ჩვენი რაიონისათვის ხონში ეს არის დანერგე მომავალი. დანერგე მომავალი ითვალისწინებს მრავალწლიანი კულტურის გაშენებას თანადაფინანსებით, აი ბოლო მონაცემებს გეტყვით, ბოლო პერიოდში რაიონში
აი ლურჯი მოცვის პლანტაცია გაშენდა 135 ჰექტარი გაშენდა დღევანდელი მონაცემებით ეს წელს დაახლოებით 500 ტონამდე მოიკრიფა და წარმოვიდგინეთ თქვენ რომ ძირითადად გადის ექსპორტში და ეს მონაცემები თანდათან გაიზრდება ეს შემოსავალი თითეულ გლეხს მომსახურეს კრებისათვის ლარიდან ლარი და 20 გულთია აი წარმოვიდგინეთ რომ ეს თანხა ადგილობრივ მოსახლეობაში რჩება და პლუს ემატება შემოსავალი რომელიც ამ ექსპორტიდან შემოდის რაიონში და ეს ექსპორტი გულისხმობს ხონიდან გატანას თუ ქვეყნიდან გატანასაც ქვეყნიდან გატანას ბაზარზე როგორ გავიდნენ ეს აი მაგალითად არის ახლა რამოდენიმე წარმატებული ფერმერი აი ხონის პლანტაციები, შეპესე ხონის პლანტაციები, რომელსაც 20 ჰექტარამდე გააჩნია და ისინი ექსპორტზე გააქვთ, არის აგროველი, რომელსაც ექსპორტზე გააქვთ, ამას შესაბამისი, შეხედეთ, თან სახელმწიფო უწყობს ხელს. აი მაგალითად, თებერვლის თვეში, ჩემი ინფორმაციით, რომ გერმანიაში ტარდება, თვითონ ბერლინში ტარდება სასოფლო სამეურნეო პროდუქტების გამოფენა. აი ღებულობს ჩვენი ფერმერები მონაწილეობას, იქ ხდებიან მიმღებ ორგანიზაცია დებენ ხელშეკრულებას და ურთიერთობების საფუძველზე სახელმწიფო როგორ ეხმარება სახელმწიფო იღებს აბსოლუტურად თავის და კუთხის გამოყოფას ყველას მიზერული თანხა შეიძლება მათ გავაკეთოს. დანარჩენი საკმაოდ ძვირიჭდება კუთხის გამოყოფა, ინფორმაციის მიწოდება დღეს ინფორმაცია არის ამის სტენს კიდულობს სახელმწიფო, ხო? და მთლიანად ყველა, არა მარტო ლურჯი მოზვისათვის, არამედ მთლიანად ის პროდუქტებისათვის, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, რომ რაც შეიძლება ბაზარზე გავიტანოთ. იყოს სხვა გამოფენები, რომელსაც ხონეთში ამ შეპესეებმა, რომელიც ფუნქციონირებენ, საკმაოდ მონაწილეობა მიიღე და ერთი სიტყვით მაგ უკვე პირველი ნაბიჯები გადადგეს. ამ მოცვის პლანტაციების გაშენებამდე სახელმწიფომ ეს მიწები ჰქონდათ, ხო ალბათ ამ კერძო სექტორს ხო ახლა ეს როგორ ხდება ესე შეუძლია ამ დანერგე მომავალში იჯარით აიღოს ვისაც დღეს სახელმწიფო მიწა შეიძლება იჯარით აიღოს თუ არა და კერძო საკუთრებაში არსებული ფართობები შეიძლება გააშენოს ესა თუ ის კულტურა. არა მარტო ლურჯი მოცვი, აი ჩვენ რაიონში ამ პროგრამის ფარგლებში გაშენდა ტყემალი 40 ჰექტარამდე ტყემალიას გაშენებული და რამოდენიმე წლის შემდეგ უკვე ის მოსავალს მიიღებს, პლუს გაშენებული არის დაფნა და სხვადასხვა კულტურები ნებისმიერს შეუძლია მიიღოს პროექტში მონაწილეობა და მინდა თქვენთან დღევანდელი ჩემი ვიზიტით გამოვიყენო და აი 10 ნოემბრიდან სახელმწიფო პროგრამა დანერგე მომავალი განაცხადების მიღებას იწყებს და ნებისმიერ სურვილმა ჩვენ რაიონში იქნება თუ მის გარეთ იქნება თუ ყურად იღებს და აინტერესებსრავაწლიანი კულტურის გაშენება, მოვიდეს ჩვენთან, მიიღოს ინფორმაცია და ჩვენ ყველაფერს დავეხმარებთ იმისათვის, რომ პრაქტიკულად ასახვა პოვოს მან. ფინანსურად ეხმარება სახელმწიფო, ყოველ 9 ჰექტარზე 5000 ლარით, ლურჯი მოცვის შემთხვევაში 7500 ლარით და ეს არის თანადაფინანსება. და ამ თუ არ გაამართლა ამ ყველაფერმა ეს ფული აი შეხედეთ ახდება ყველა გადაყრილი ფული რჩება ყველა გადაყრილი ფული ახდება ამის გამოხდება იმისათვის რომ აუცილებლად მონიტორინგს აწარმოებთ მონიტორინგი რა თქმა უნდა ხდება მონიტორინგი აუცილებლად მაგრამ იმისათვის რომ ესა თუ ის კულტურა ვარგა თუ არა ამ ნიადაგზე წინასად იღება ანალიზები რამდენად შეესაბამება ეს კულტურა ამას აკეთებს თქვენი სამსახური. ჩვენ უშვებთ და ანასეული აკეთებს ამის გარდა აგრარული უნივერსიტეტი აკეთებს და აძლევს დასკვნას ამა თუ იმ კულტურის ამ მიწაზე მოვლა შეიძლება. შემდეგ რა თქმა უნდა არის პროცედურები და არის მონიტორინგის სამსახური. აი თქვენ წარმოვიდგინეთ ჩვენ რაიონში სახელმწიფო პროგრამით 100%-იანი დაფინანსებით 16 ჰექტარი ლურჯი მოცვი გაშენდა. 100%-იანი დაფინანსება. ეს გრანტია თუ ფული უნდა დააბრუნოს? არაფერი, ეს არის გრანტი, ის პროექტი დახმარება, საჩუქარია, ნუ, ხო, ეს არის დახმარება სახელმწიფოს მიმართ, არაბრუნებს მიერ სახელმწიფოს მიმართ, ერთადერთი ეს არის რომ უკუგება ეს არის რომ მან მოიწიოს მოსავალი და თავის ოჯახს, ქვეყანას არგოს. დაასაქმოს ხალხი. დაასაქმოს ხალხი. რა თქმა უნდა, აი თქვენ წარმოვიდგინეთ, აი ლურჯი მოცვის კრეფის პერიოდში 700-500 ადამიანი ყოველდღიურად მოდიოდა არა მარტო ჩვენ რაიონიდან, მეზობელი რაიონიდან მოდიოდა. ხო, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოქალაქეები. კი ბატონო, და რა თქმა უნდა და
ის რაც დაუშვათ საზოგადოებრივად წასულიყო და ეშრომა, აგერ შეიძლება ჩვენ სოფელში მან ეს მიიღოს, ის მოსავალი მიიღოს ერთი მხრივ და მეორე შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღოს. ამის გარდა შეხედეთ ჩვენ ადრე გქონდა საუბარი შეღავათი აგროკრედიტს. თუ ნებისმიერი ბანკები 14, 16, 17 და ზოგს შეიძლება მეტიც ჰქონდეს, შეღავათიანი აგროკრედიტი იმას ნიშნავს, თუ ის სოფლის მეურნეობის პროდუქციას უშვებს, თუ მას აქვს ბიზნეს გეგმა, ორიენტირებული არის მოგებისაკენ, აქვს სათანადო გამოცდილება, სახელმწიფო გარკვეული პროცესს მას ურიცხავს, ეხმარება ტექნიკისთვის, იმისთვის თუ ის სალკია. რა გინდა გააკეთო, მაგალითად გინდა მრავალწლიანი კულტურა გააშენო. გინდა სესხის გამოტანა. უფრო მეტსაც გეტყვით. არის ბანკები, რომელიც ამ მრავალწლიანი კულტურას მოსავლის აღების შემდეგ იმაშობით 4 წლიან, 5 წლიან შეღავას აძლევს. როცა მოსავალს მიიღებ, მე ხდება ასეთი ბანკების არიან და შესაბამისი დაბალი პროცენტია აძლევენ. საკმაოდ კარგი არის ამ თვალსაზრისით, რომ ფერმერმა თანამშრომლობ ბანკებთან და პროდუქცია გამზადო. რაც შეეხება თქვენ რამზადეთ ტექნიკის შესახებ. ტექნიკაზე თანადაფინანსება არის, აი მაგალითად სოფლის მეურნეობის ტექნიკის თანადაფინანსების შესახებ პროგრამაში 12-მა ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა ჩვენ რაიონში. მიიღო 12 სხვადასხვა სიმძლავრის ტრაქტორი, რომელსაც თანადაფინანსებით 30-35% სახელმწიფო ჩაურიცხა, დანარჩენი იყო მისი თანხა. და საკმაოდ შეღავათიანია ასეთი პროგრამები. რა თქმა უნდა, დიდი საქმეა ძალიან. დიდი სიკეთეა ნამდვილად. აი ეს არის ისე რომ აი ენერ ვერ მოგიბრუნდება, რომ სწორად ჩადებული ფულია. რამდენად ამართლებს? აი ჩვენ რაიონის პირობებში შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის გამართლებული არის იმ თვალსაზრისით, რომ შეხედება რომ დავით საქმერას, როცა 100%-იანი თანადაფინანსება იყო, ამ შემთხვევაში ჩვენ რაიონში არ ქონდა მაგის პრაქტიკა და სათხაც გაჩნდა იმის პრაქტიკა, რომ ფერმერმა რადგანაც მის ეკონომიკ იზარმაცა. იყო იზარმაცა და ამიტომ არის თანადაფინანსება. თანადაფინანსება უფრო არის შედეგზე ორიენტირებული. და შენ ჯიბეზეც და შენ ეკონომიკაზეც. აგია დაგარგო შენი თუნდაც რაღაც პროცენტი თავის. რა თქმა უნდა, არის რიგი პროგრამები, რომელსაც გვეხმარება, გარდა ამისა გვეხმარება სახელმწიფო იმისათვის, რომ გამართული იყოს, იმისათვის, რომ საზოგადოება გაყვიდე, იმისათვის, რომ ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეს. რა თქმა უნდა, ეს დასაწყისი არის თანათანებით. უკვე ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი ფერმერები, რომელსაც საკმაოდ კარგი და დიდი გამოცდილება დაუგროვთ. აი ჩვენ ასეთი პრაქტიკასაც ვაკეთებთ. მაგალითად, აგროველი არის გოჩა ჯიხარში, რომელსაც 32 ეკრამდე აქვს მოცვის ბაღი, რომელსაც საზოგადოება გააქვს და თვითონ აგრონომი ჩელედან ჩამოყავს. კვალიფიციური აგრონომი ჩელედან ჩამოყავს, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი აგრონომი საკმაოდ კარგი არის. ამიტომ ჩვენ ასეთად გავაკეთეთ ის ფერმერებს, რომელსაც ლურჯი მოცვი აქვს, გამოცდილების გაზიარების მიზნით ვატარებთ მასთან ტრენინგებს. როგორ გააკეთა, რა გააკეთა, რა ინტენსივობით აძლევს სასუქს, როგორ ხდება მისი წვეთოვნის ხმარება, როდის უნდა გაისხლას, როგორ ხდება და პრაქტიკულად ეს უკვე კარგი არის და მიზნობრივად ის პატარა ფერმერი, რომელსაც 9 ჰექტარი აქვს, ან ჰექტრამდე აქვს ესა თუ ის კულტურა, ადგილზე ეცნო ამას ყველაფერს. რა მაგარია, ძალიან დიდი საქმეა ნამდვილად. მომართვიანობა რამდენად ხშირია, რამდენად და დაუშვათ მე არის თუ არა ის, რომ დაუშვათ მოდის ადამიანი, მაგრამ ვერ ეხმარებით, იმიტომ რომ არ პასუხობს რაღაც სტანდარტს. ხო, ახლა არ შეხედეთ ძირითადად ნებისმიერ მომსვლელი ვერ იღებს ამას. აი, პირველი მოთხოვნა ეს არის, რომ მინიმუმ დანერგე მომავალში მაგალითად 9 ჰექტარი უნდა ქონდეს მიწა. მისი საკუთარი? არა, იჯარა იყოს და 9 ჰექტარი უნდა იყოს. საღაც წყალი უნდა ქონდეს 9 500 მეტრში. და მიწის ანალიზი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კულტურის მოთხოვნას. აი მაგალითად მე მქონდა პრაქტიკა ასეთი, რომ კაც დიდი სურვილი ქონდა. გაეშენებია ლურჯი მოცვი, მაგრამ მიწამ ანალიზის შედეგად არ დააკმაყოფილა. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვარს ვეუბნებით არ დააფინანსებენ, იმიტომ რომ არ იქნება შესაბამისი უკუგება და მოსავალს ვერ მიიღებს. ეს ერთი პრობლემა და დანარჩენი გითხარით კიდევაც შეღავათიანი სესხი არსებობს,
შეუძლია გამოიყენოს, თავარი არის მას კონდეს მონდომება, კონდეს მიწა და ორიენტირებული იყოს რომაზე და ბიზნესზე. აი ხო გეუბნებით ახლა საკმაოდ ბევრი ადგილობრივი მეზობელი რაიონებიდან ჩვენთან დადიან და ამ აღების დროს, მოსავლის აღების დროს ხებულებენ მონაწილეობას. არის მასიურად არის. კი ბატონო, თქვენი არის საინფორმაციო საკონსულტაციო. დიახ. ეს სახელმწიფო სამსახურია, ხო? ხო, IP ვარ ჩვენ. ხო, ეხლა რა მაინტერესებს თვითონ ფერმერისთვის მე რომ მოგმართოთ თქვენ რაიმეზე მომსახურება რაღაცა ისა ფასიანი ეს მომსახურება? ჩვენთან უფასო არის მომსახურება, რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ყველაფერზე პასუხისგებლობა შეგვიძლია, მაგრამ არის ასეთი შემთხვევები, თუ კი ფერმერმა დაასვა სოციალური ქსელით იქნება ჩვენთან მოვატო როგორც დაასვა შეკითხვა, თუ ჩვენი ძალებით შეგვიძლია მისი პასუხისგებლობა მივდივართ ადგილზე, ტრანსპორტის საშუალება გვაქვს, არ არის პრობლემა, მივდივართ ადგილზე, ვესაუბრები და ვაძლევთ რეკომენდაციას. თუ არა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრში იმ გვამისამართებთ, უბრალოდ კითხვას ვაგზავნით და იქიდან ღებულობთ პასუხი. თუ აუცილებელია, იქიდანაც ჩამოყვავს სპეციალისტები. ბევრი შემთხვევა იყო. მაგრამ ეს ყველაფერი ფერმერი არ იხდის ამას. არაფერს არ იხდის ფერმერი. ჩვენ ვაკეთებთ მხოლოდ ორგანიზაციას, იმიტომ რომ ისეთი პრობლემა რაიონში თუ არა მარტო ერთს, არა მრავალ ფერმერს აქვს. ვაკეთებთ ის ორგანიზაციას, ვაკეთებთ შეხვედრები. ასეთი თხილიზე მქონდა ჩვენ ასეთი ბევრი შეხვედრა მქონდა ამასთან დაკავშირებით. მოწვე მქონდა შეხვედრები. ახლა აღმოსავლეთიდან ზოგჯერ აი იმათ მეტი პრაქტიკა და გამოცდილება გასხლის თვალსაზრისით. ხო, მქონდა ამისი იგი რომ ჩამოსულებზე შეუთავდით, ჩვენ თვითონ მივიღეთ მონაწილეობა და გეგმავთ აი იმ წლისათვის რომ გაზაფხულზე თუ კი ასეთი იქნება მსურველი რომ დაესროს, ნახოს და თვითონაც შეისწავლოს. კი ბატონო. ხო. ბატონო ბადრი, მე ახლა ეს ყველაფერი გავიგე მას შემდეგ, ან ზოგი ახლა ზოგი მანამდე, რაც მე გადავწყვიტე თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა. აი, და არ ვიცოდი, ნამდვილად არ ვიცოდი, ახლა შეიძლება ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს გადამეტებულს, მიწა არა მაქვს რაღაც ფერმერზე არ მუშაობ სამწუხარო და იმიტომ არ ვიცოდი, მაგრამ ზოგადად რამდენად არის ცნობილი თქვენი საქმიანობის შესახებ გლეხებისთვის და ფერმერებისთვის? ჩვენ რა ხელმისაწვდომობა რომ დავუშვათ გლეხმა რაღაცას და არსებობს ესეთი საინფორმაციო კონსორციო ცენტრი, სადაც მივალ და დამეხმარებიან. ჩვენ ასეთი სისტემა გვაქვს. სხვათა შორის ახლა არ უშვებდით, ჩვენ თვითონ ჩვენი ინიციატივით გაზეს უშვებდით, რომელიც ძირითადი მიზანს წარმოადგენდა. ხო, ძირითადი მიზანს წარმოადგენდა, აი მე შემდეგისათვის აუცილებლად განახილე. წარმოადგენდა რომ ამა თუ იმ კულტურის კონსულტაცია და აგროტექნიკური ვადები როგორ არის, რა შევიტანოთ და შემდეგ და ჩვენი სტომატების თვალსაზრისით ჩვენ შეხვედრებს ვატარებთ. აი მაგალითად ყოველ თვე ვატარებთ ყველა სოფელში შეხვედრას მოსახლეობასთან, მაგრამ მე არა შორსავარი იმ აზრისაგან რომ ყველასთან მივდივართ, ვერ მივდივართ შეიძლება ყველასთან ერთად, მაგრამ ორი შემთხვევაში სოციალური ქსელის მეშვეობით მერიაში თათბირებზე ძირთადად და ახალი პროექტებს იქ ვაცნობ და მისვლით ადგილზე მერის წარმომადგენელთა ურთიერთობით ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მეტნაკლებად ფერმერებმა იციან თქვენი სამსახურის შესახებ. ხო, ვცდილობთ რომ მივიტანოთ, იმიტომ რომ ისარგებლოს ჩვენ მზადავთ რომ ის შეღავათებით, ის პროგრამებით რაც მიმდინარეობს ისარგებლოს. მეორე არის ახლა რამდენად დომადია ახლა მაგალითად მე თამამად შემიძლია გითხრათ რომ აღმოსავლეთ საქართველოში მაგალითად ამ თვალსაზრისით მეტად გაცნობიერებულია ფერმერები, იმიტომ რომ იქ არის ისეთი კულტურა და მეტი ის აქვს ტრადიციები აქვს, აი შეწამლის თვალსაზრისით, წყლის თვალსაზრისით, აი ჩვენთან რატომ ხარ ამ გვალვის პერიოდში არა გვაქვს კიდევ ჩამოყალიბებული კულტურა რომ აი კარგად მოვეპყროთ ამ წყალს რომ მეტი ეკონომურად და ვისარგებლოთ ამ შეღავათებით და ორ შემთხვევაში ვცდილობთ რომ ფერმერებამდე მივიტანოთ ეს. ფერმერობა არის უძველესი საქმე, უძველესი კი არა, მიწათმოქმედება ჯერ კიდევ თემური წყობილებიდან იწყება და დიდი საქმეა და სოფლისთვის და რაიონისთვის მithumetes არის და ქვეყნისთვის საერთოდ მნიშვნელოვანი ამბავია, რა თქმა უნდა, პროდუქციის შექმნა, რას ამბობთ, ამას დიდი სიკეთე რა უნდა იყოს. რაც დოვლათი შექმნა და პროდუქცია შექმნა ქვეყანაში და
ყველაფერი არ შემოიტანო. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა აქ ადგილზე კეთდება, აღარაფერს ვამბობ ეკონომიკურ სიძლიერეზე, დასაქმებაზე, ხალხის კეთილდღეობაზე. მაგრამ ბევრი რაღაცა გამარტივდა ცხოვრებაში. ადრე თუ ადამიანი ახ ხო ჯერ ხელით აკეთებდა, მერე გუთანი დაიხმარა, მერე ხარი დაიხმარა, მერე ტრაქტორი დაიხმარა, თან იზრდება. ეხლა არის უამრავი ტექნოლოგიები შემოდის, ახლა მით უმეტეს AI ტექნოლოგიები შემოდის ხელოვნური ინტელექტით, რაღაცას ხანდახან ადამიანს აღარაა საჭირო ისეთ რაღაცები ინფორმაციის მიღებას. კი ბატონო. ხო, აი ამ ახალ ტექნოლოგიებზე რომ გავუადვილდეთ ადამიანის შრომა გაადვილდეს და პირიქით მოსავალი მეტი მოვიდეს. კი ბატონო. მით უმეტეს 1000 სელექციური ჯიშები გამოდის, რაღაცები გამოდის, რაღაც ზრდის პროდუქციას უფრო მეტად. იმიტომ რომ დედამიწაც გაიზარდა, ხო? სადღაც ვიყავით საუკუნის დასაწყისში მილიარდამდე და 8 მილიარდი ვართ გავხდარი ბოლო ერთ საუკუნეში. და როცა დაანჩენი 20 საუკუნე მილიარდი ვერ გავხდით. ხო, ძალიან სწრაფად იზრდება ადამიანები დედამიწაზე. მოთხოვნაც მეტია. ხო, და არის საშუალება ამაზე, რომ ამდენი საჭმელი და ამდენი გვეყოფა დედამიწას, რომ ყველა გამოკვებოს. ამ ტექნოლოგიებზე ამდენად აქვთ აწყობილი ფეხი ხონელ ფერმერებს და ამისთვის თქვენ თუ შემოგაქვთ რაიმე სიახლეები და მათ აცნობთ. გეუბნებით ახლა თანამედროვე ახალი ტექნოლოგიებზე აი ისეთი შეფასებები რომლებიც ბოლო პერიოდში ამ დანერგი მომავლით გაკეთდა იმათ უკვე შემოაქვთ ახალი ტექნოლოგიები პროგრამული აქვენ უკვე გაკეთებული პროგრამის მიხედვით და ავტომატურად აი როდის ჭირდება მას მორწმა რა სასუქების რა დოზირება ჭირდება რა როგორი აი მე მქონდა ესეთი პრაქტიკა თვითონ აი აგრონომთან როცა საუბარდი მისის ანალიზი რო ავიხეო კალციუმი რაღაც ერთ-ერთი კომპონენტი მეტი იყო რომელსაც ვაძლევდი და იმის ამოღებით გარკვეული ეკონომია მივიღებო ეს უკვე მათი ცოდნაზეა უკვე დამოკიდებული რომელსაც სხვას გადაცემს იმიტომ მან მიიღო პრაქტიკულად ცოდნა და ახალი ტექნოლოგიებს აი თვალსაზრისით ნელ-ნელა შემოდით ის რას იგივე ღვინის დაყენება იყო ძალიან ისეთი მამაპაპისეული მეთოდით და კი ბატონო პატრიცია ამ ყველა მეთოდს მაგრამ შეიცვალა რაღაცეები გაზის და თელი სამყარო ეხა ისე აღარ არის ხო ისა რა ქვია რაღაც აი ფეხების დაწურით იმენა გადავედით უკვე სხვა ტექნოლოგიაზე ეხა ის ტრადიცია რომელიც არ უნდა მოვიშალოთ ის ოჯახურ დონეზე მაგრამ საერთო მასიურ წარმოებაში ხო ეხა ფეხით ხوار დაწურავ ამდე ყურძეს 1000 რაღაცა ხდება რაოდენობა და ხარისზე ხარ ორიენტირებული ბატონო მე ამას ჭირდება მილიონი გზა გაიაროს ღვინოს დადუღებამდე და ეს ვისწავლეთ ჩვენ მოგვიწია ამის სწავლა ღვინის ქვეყანა ვარ და ალბათ ყველა ნებისმიერ კულტურას ჭირდება რაღაცა თავის თანამედროვე სწავლება და ამის კონსტატაციას გაცემთ ხო როგორც ხო, ახლა ყოველ შემთხვევაში ის რაც მოწინავე გამოცდილება რაიონში არსებობს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ის ვისაც ხელ ეწიფება ამის ცოდნის გადაცემა, რომ ის ცოდნა, მისი ინტელექტი გამოვიყენოთ და მივიტანოთ იმამდე. ამიტომ ამის სხვადასხვა ფორმა არსებობს, კერძოდ შეკრების თვალსაზრისით, მეორე ინდივიდუალური შეხვედრის თვალსაზრისით, ამ ფორმას ნელ-ნელა ვაკეთებთ ჩვენ იმ გამოცდილებით, რომელიც რაიონში მოწინავე ტექნოლოგიებით აქვს. და გითხარით კიდევაც, აი ჩილედან თუ სხვა ქვეყნებიდან რომელიც შემოდის, ადგილობრივი ფერმერმა შეისწავლა ცოდნა მას დაუგროვ და მას ვთხოვთ და ჩვენი ორგანიზებით რომ გადაცეს მას. აი ჯერჯერობით ამ დონეზე ვართ. აი მეორე ფაქტორი არის, არის კიდევ აი დარწმუნების მეთოდი. აი მაგალითად დაზღვევის თვალსაზრისით გარკვეული დროის განმავლობაში რატომღაც ფერმერები არ აზღვევდნენ მაგრამ როცა აუცილებლად გახდა რომ თითქოს ეს სტიქია იყო ეს ძლიერი კარები იყო უკვე ჩვენ თვითონ მასთან ურთიერთშეხებით და დარწმუნებით რომ შეიძლება 100 წელი გავიდეს და არ დამჭირდეს, მაგრამ შეიძლება ხვალ დამჭირდეს. ამიტომ დაზღვევის ფორმა აუცილებელია. აი ეს დაზღვევის კულტურა რამდენად არის ხორცი? ნაკლებად, მაგრამ თანათანობის სტილო. არა, ნდობა არ აქვს ფერმერს თუ რატო? აი რა, ფაქტიურად არ ჭირდებოდა ამ დროის ბოლო პერიოდამდე.
ხომ არა განაირად ეხა სახელმწიფოს მე ვთხოვენ სახელმწიფოს სუბსიდირებას როცა რაიმე ემართებათ განსაკუთრებით კახელი გლეხები და ერთხელ სამუდამოდ მეორე უკვე ვიღაცებმა თქვენს რომ გაადახურე კაცო 1000 ბადეები ესენია ცეკვის ისინი და 100 იტალიაში ესპანეთში საფრანგეთში პორტუგალიაში რომ გაიაროთ გზებზე და მე ხშირად მოგზაურობ თითქმის გადახურულია ყველასრები ხო ესეთი ხან შეუმჩნეველი ხან იგი ბადეებით იმიტომ რომ დათვალა იმ ადამიანმა კი ბატონო ახლა ის შენ წელს არაფერი არ მოგივიდა ეს იმას არ ნიშნავს რომ ისა რა ქვია ხვალაზე გარდაჭერა კი ბატონო ეს არის ის აკლები რომელიც ნებისმიერ კარტან დაიჭოკებს თან მივდივარ ბატონო დავით თან მივდივარ მაგრამ თუმცა მაინც არა გვაქვს დაზღვევის მაღალი კულტურა ხო ერთი მაგიტანას არა მარტო იმაში ფერმერებში მეორე არის ის რომ აი ზოგჯერ აი მაგალითად ჩვენთან წელს იყო საგაზაფხულო წაყინვები საგაზაფხულო წაყინვებს დაზღვევა არ ითვალისწინებთ ჩვენ ვსვამთ ამ წინადადების დაზღვევა ყველაფერს არ აზღვევს ყველაფერს არა არის აი კატეგორიები რომელსაც აზღვევს არის ისეთები აი ხო გეუბნებით აი საგაზაფხულო წაყინვები იყო და ამას არ აზღვევს ხო არ აზღვევს მაგალითად ქარის შედეგად საშემოდგომო ყინვას აი ქარის შედეგად ყინვას წყალდიდობას ესენი რამოდენიმე კატეგორია რომელსაც აზღვევს მაგრამ ჩვენს ვაკეთებთ წინადადებას რომ ის დაზღვევა აპრიორი მას არ ნიშნავს ყველაფრის დაზღვევას ეს გააჩნია ახლა ყველაფრის დაზღვევას არ ნიშნავს ის არის კატეგორიები არის რომლის დროსაც სახელმწიფო უნას ღაურებს ყოველ შემთხვევაში ხო და ამიტომ აი განსაზღვრულია ეს განსაზღვრულია ამიტომ სტიქის რადონე იქნება და რადონე იქნება ქარი რამდენი უნდა იყოს და მე თანაც საკმაოდ ძნელი და რთული არის ამას ექსპერტი გჭირდება გარკვეული დროის განმავლობაში უნდა დაურეკოს ნაყოფი რამ სისხლია და ასე შემდეგ მთელი ისინა ამიტომ ჩვენ ვიტყობ რომ შეიძლება გამარტივდეს და გლეხს მიეცეს იმის საშუალება რომ მარტივად აუნას გავდოთ თუკცა მივდივართ მაკიდა აი ყველაზე კარგი რაც არის რომ ყველა პროგრამაზე როცა გამოდის პროგრამები ყოველთვის ითხოვენ ჩვენგან აი ჩვენ წინადადებებს ჩვენ შემიჟდა პრაქტიკული შეხება ჩვენ გვაქვს ამიტომ ბევრი წინადადებას ამ თვალსაზრისით ვაყენებთ ხოლმე რომ მეტი მარტივი იყოს და მეტი ფერმერებისათვის მისაღები იყოს და მარტივად მიიღოს ხო ერთი კითხვა კიდე ძალიან სწრაფად გაიქცა დრო იმიტომ რომ როცა კარგი რესპონდენტი გყავს და პროფესიონალი უცებ გარბის დრო ვეღარ ასწრებ ყველაფერზე ლაპარაკს მაგრამ ისე არ მინდა რომ საუბარი დავასრულოთ არ ვისაუბროთ ბაზრებზე და რამდენად უწყობთ ხელს თქვენ ხელს უკვე მე მოწეულს და უკვე მოტანილი პროდუქცია რამდენად მოვიდეს მე ჩვენ ოჯახებამდე ხო ან რაღაც პროდუქციაში ვისაც ჭირდება ან კონდიტერიაში ან რაღაცაში ან ისა წარმოებაში აი ასოცირების ხელშეკრულება რომელიც ძალიან დიდი შესაძლებლობაა ევროპული ბაზა ამხელა რაღაცა რა ვიცი 60 მილიონი ადამიანის და მეტი ისა რა ქვია 30 ქვეყნის უცებ ბაზარზე შეიძლება შეხვიდე ერთდროულად და ამ ხრივ მცდელობები არის მწვანილის მაგალითად ჰერბიანგარის ისა იმერეთიდან არის ხილზე თაფლი თუმცა არა ერთგვაროვანი თაფლი რო იყო მე უარი გვითხრეს დააბრუნეს 1000 ნიუანსია მოწვი იგივე რამდენად ეძლევა შანსი ხონელ ფერმერს მაგალითად აი თავი შეფუთვა უამრავ რაღაცა სიტუაციებს არის ეს ბიუროკრატიული ამბავი მაგრამ ისე არ შეგიშვებს ამ ბაზარზე და უნდა გავიზარდოთ აქამდე აი ასოცირების ხელშეკრულების ყველა ასპექტი რაც ოფრის მეურნეობის კუთხეს მოიცავს რამდენად არის ცნობილი ფერმერისთვის ახლა იმ ფერმერებისათვის რომელსაც საკმაოდ კარგი და დიდი რაოდენობით პროდუქციას იღებენ, როგორც თაფლი იყოს, ლურჯი მოსვი იყოს. კი ბატონო, ხო, ის რაოდენობაც უნდა იყოს ერთგვაროვანი. ხო, ხილი იყოს, ყოველ შემთხვევაში ამ თვალსაზრისით, რაც თქვენ ბრძანეთ ის შეფუთვისა და ამის თვალსაზრისით, ესეც პროგრამა ითვალისწინებდა, ამასაც გარკვეული თანხით ეხმარება სახელმწიფო, მაგრამ თვითონ ჩამოყალიბებული არის ასოციაცია, მაგალითად მოსვლის ასოციაცია, თხილის ასოციაცია, რომელიც კორპორაცია, კოოპერატივი. არა, ასოციაცია. ხო, მაგრამ კოოპერატივი ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, და რომ რაოდენობა რო იყოს. ხო, კოოპერატივი ხო. აი, კოოპერატივის თვალსაზრისით, ბოდიშიხტით, ამ თვალსაზრისით ცოტა ვერავართ გამართულად, იმიტომ რომ კოლმეურნეობასთან ასოცირდება და რატომღა ჩვენი ბუნებიდან, წარსულიდან თუ ურთიერთდამოკიდებულია და ვერ მოახერხეთ, რომ აი ეს დანაწევრებული ცირემიწიანი ფერმერები გააკეთოთ კოოპერატივი და რომელსაც ექნება ერთი მიზანი. ამიტომ აქ ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მუშაობა გასაწევია და ბევრი არის დარწმუნების თვალსაზრისით, მაგალითის თვალსაზრისით, მაგალითად ჩვენ გადასარევი კარგი
თუ დრო და საშუალება გეხდებათ, კოოპერატივი გვაქვს, ბედისეული. მოცვის აქვს იმ ადამიანს, ღვინოსაც ასხამს. წაბლის აქვს, წარმოვიდგინოთ, ხო? კი ბატონო. და ერთ-ერთი წარმატებულია, მაგრამ აქ არის ოჯახი. კი ბატონო. ოჯახი მთლიანად თავიდან ბოლომდე არის ოჯახი, რომელიც წარმატებული არის. ბატონო ბადრი, ამოიწურა სამწუხაროდ ჩვენთვის განკვეთილი დრო ამ გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მომბრძანებისათვის. ბატონი ბადრი ბახტაძე გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი, სოფლის მეურნეობის საინფორმაციო საკონსტრუქციო სამსახურის თავარი სპეციალისტი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და მოსმენისათვის. უღმესი მადლობა თქვენ ბატონო დავით, თქვენ მართლაც დიდ საქმეს აკეთებთ ჩვენ რაიონში.